საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტივის თავი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალამბებში ნახავთ. ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. მამუკა მდინარეძე მინისტრთა კაბინეტში ინაცვლებს. რა ფუნქციას შეასრულებს მთავრობის ახალი სტრუქტურა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გეკა გელაძე თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. დიუშანის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტები ონკოპაციენტების პროგრამა ნარკოპოლიტიკა შეშმ პირთა ხელშეწყობა. პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოусმინეს. რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება მიხეილ სარჯველაძემ. წმინდა სინოდი პატრიარქის ასარჩევად ემზადება ქვეყნისთვის საპასუხისმგებლო დროს კი არ წყდება შეტევა ეკლესიის წინააღმდეგ. ვინ დგას ანტიეროვნული კამპანიის უკან. ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება, დაკავებული 84 პირი და ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მორგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ გიყვებით რამდენიმე წუთში. სარეპეტიციო სივრცეები, საკონცერტო დარბაზი და ხმის ჩამწერი სტუდია. ერისიონს თანამედროვე სტანდარტების შენობა გადაეცა. ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარეძე ხვალიდან მინისტრთა კაბინეტში ინაცვლებს. ახალი თანამდებობიდან ის სუსის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინირებას უზრუნველყოფს. მამუკა მდინარეძის უფლება მოვალეობა იქნება სასამართლოსთან, გენერალურ პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან მთავრობის კოორდინაციად. სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ახალი სამთავრობო რგოლის შექმნის აუცილებლობა გლობალური ვითარებიდან გამომდინარე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათთან კიდევ უფრო ეფექტურად გამკლავების გამო დადგა. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. 84 მომხრე 10 წინააღმდეგი კანონი მესამე მოსმენით მიღებულია. ცვლილებები მიღებულია. ხვალიდან მთავრობის შემადგენლობას ძალოვანი უწყებების კოორდინაციის რგოლი ოფიციალურად დაემატება. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასა და ვიცე-პრემიერობას კი მამუკა მდინარეძე ჩაიბარებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს კოორდინაციას გაუწევს. მამუკა მდინარეძე ასევე უზრუნველყოფს მთავრობის კოორდინაციას სასამართლოსთან, გენერალურ პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან. მთავრობაში ახალი ინსტიტუციის შესახებ დეტალები და ფუნქცია მოვალეობები დღეს მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო და ოპოზიციის მხრიდან ტექნიკურ საკითხებზე აპელირებას სპეკულაციები უწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა მდინარეძე ფორმალიზებული სახით შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც მანამდე სხვა პოზიციიდან ასრულებდა. ოპონენტების მხრიდან ახალი თანამდებობის დაკნინების მცდელობა კი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ატარებს ეს პოსტი და რამდენად დიდი პოლიტიკური წონა აქვს მამუკა მდინარეძეს, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება. როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და სხვები და საუბრობენ მაგალითად სამინისტროზე, ეს უკვე აჩვენებს იმას, თუ რამდენად არაკომპეტენტურები არიან ისინი. სინამდვილეში არის ერთ-ერთი განსხვავება მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის, რომ მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრი არის დაკავებული კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით სამინისტროს გარეშე. ანუ სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე ჩვენი კანონმდებლობის თანახმად და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად. როდესაც ასე დროს პოლიტიკოსები თუ მედიის წარმომადგენლები თუ სხვები საუბრობენ იმაზე, რომ სამინისტრო არის ასე ვთქვათ სუსტად წარმოდგენილი, ეს უკვე მათ კომპეტენციაზე მეტყველებს. კომპეტენცია მთავრობის მეთაურმა ოპოზიციასა და მათ მედია საშუალებებს დაუწუნა, რომლებმაც სტრუქტურული ცვლილებების გამოცხადების შემდეგ ორკესტრირებული კამპანია დაიწყეს და მთავარი საკითხი, რაზეც ბოლო დღეებში ღელავდნენ, იყო ის, თუ სად ექნებოდა მამუკა მდინარეძეს კაბინეტი. ეს ცვლილება არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას. არც ვიცით მთავრობის ადმინისტრაციაში ოთახიც ექნება თუ არა მას არ ექნება არც აპარატი, არ ექნება არც ბიუჯეტი. ხვალიდან ბატონი მამუკა მდინარეძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღაც იტყვიან, ოდესაც აღმოაჩენენ რომ კაბინეტიც აქვს.
აპარატით საკმარისი არის კანცელარის, რომელიც მას გაუწევს საქმის საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას. სახელმწიფო გუნდის შეფასებით ოპოზიციის მიერ ატეხილმა ცრუ კამპანიამ საბოლოო ჯამში მათივე რეპუტაცია დააზიანა. ქართულ ოცნებაში მამუკა მდინარაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვეს და განაცხადეს, რომ ინიციატივა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე მთავრობის ეფექტური პასუხია. მნიშვნელოვანი არის, რომ კოორდინაცია სამართალდამცავი ორგანოების იყოს დღევანდელი გამოწვევის პირობებში იყოს ეფექტიანი. სხვა შორის ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოცდილება, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე ერთის მხრივ და იმ გეგმების ფონზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დასახა ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც მისი არჩევა მოხდა, რომ მოხდეს კორუფციის მინიმალურ დონემდე დაყვანა, მოხდეს დანაშაულებების განსაკუთრებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ჩვენი მოქალაქისთვის არის სავსებით გასაგები, თუ რა დიდი მნიშვნელობა გააჩნია სამართალდამცავი ორგანოების მწყობრ და წარმატებულ ფუნქციონირებას, თუმცა ამ წიაღში კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის კოორდინაცია, რომელიც უნდა არსებობდეს ამ უწყებების შორის ყველა იმ ამოცანის ეფექტური დაძლევისთვის, რაც სახელმწიფოს წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. მთავრობაში ინსტიტუციურ ცვლილებებს ხალხის ძალის პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაც აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულად სამთავრობო სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ჰქონდა კონსულტაციები, იყო კითხვები, პასუხებიც იყო ჩვენი მხრიდან გარკვეული კომპრომისი, შეჯერებული საკითხი გამოვიდა და აქედან გამომდინარე რეგიონში, მსოფლიოში არსებობს ძალიან დიდი გამოწვევები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მათ შორის რაც ჩვენ ნახეთ პრემიერის განცხადებაც ეს ემსახურება გაზდას იმ უსაფრთხოების ზომებისა, რომელიც უნდა იყოს საქართველოში. სახელმწიფო გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ახალ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისას. უწყებაში 8 თვიანი საქმიანობისას სწორედ მამუკა მდინარაძის ანგარიშზეა სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა და ორგანიზატორების დაკავება, კორუფციის აღმოფხრის კუთხით ასეულობით პირის დაკავება, გარე დაფინანსებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან შემომავალი დავალებების სქემის გაშიფრვა, BBC-ს დეზინფორმაციის მხილება საგამოძიებო მტკიცებულებებით და სხვა. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყება კი გეკა გელაძემ ჩაიბარა. სუსის ახალი უფროსი თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძესთან ერთად წარუდგინა. ირაკლი კვაბახიძემ გეკა გელაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა, მამუკა მდინარაძეს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერებისთვის მადლობა გადაუხადა. სუსის ახალი უფროსი უწყებაში დაწყებული რეფორმების გაგრძელებას და ინსტიტუციის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით გეკა გელაძე სუსის მართვას ეფექტურად შეძლებს. დეტალებით ნუცა კოროშინაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს მთავრობის მეთაურმა წარუდგინა. უკომპრომისო ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, გატარებული რეფორმები და წარმატებული ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან. ეს გეკა გელაძის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული რეფორმების არასრული ჩამონათვალია. პრემიერ-მინისტრმა გეკა გელაძეს მინისტრის პოსტზე წარმატებული საქმიანობის მადლობა გადაუხადა და ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა. დიდი ბოლოდაკას წარმატებები შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პრინციპული მიმართულებით ხშირად საუბრობთ პრომეტულ მიმართულებებზე, როგორც არის მაგალითად ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, ასევე მიგრაციის კუთხით ძალიან ბევრი განხორციელდა და პრინციპულად შეიცვალა მიდგომები, პრინციპულად შეიცვალა პოლიტიკა. და მის შედეგებს ხედავს საზღვარგარეთ. ემიდან მას მიულოცა სახელმწიფო სამსახურის უფროსის თანამდებობის დაკავება ის ახალი არაც გამოსამსახურში სურაღაც პროპორციის ინკავერთან სამსახურის პერსონალის თანამდებობა შესაბამისად ძალიან კარგად იცის თუ
როგორ მუშაობს ეს სისტემა. უსაფრთხოების კუთხით გლობალურად არსებული გამოწვევების ფონზე პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ძალოვანი უწყებების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდა. მათ შორის პრაქტიკულად გაორმაგდა სამსახურის ბიუჯეტი, რაც პირდაპირ აისახება როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების პირობების, ასევე სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. როგორც მაგასერემად ბატონიან გადაიკარებს სახელმწიფო მინისტრის ვიცე-პრემიერის თანამდებობა სამეფო დამცველების კოორდინაციის საკითხებში შესაბამისად იმ ფუნქციას, რომელსაც ანამდე ასრულებდა ოპოზიციიდან ახალ ფორმალიზებული სახით შეასრულებს. ეს რა თქმა უნდა გააძლიერებს ძირითადად ჩვენი სტრუქტურების მუშაობას, მთავრობის მუშაობას. მე ასევე მას მინდა მადლობა გადავუხადო პერიოდის განმავლობაში ხალხური ძალიანებიანი სამუშაოსთვის, ამ სამუშაოს შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფისებრივად გაძლიერდა და ძლიერდება. ის ლობირები უშუალოდ გაიზარდა სამსახურის ბიუჯეტი, პრაქტიკულად გაორმაგებულია სამსახურის ბიუჯეტი. რაც უნაგრია პირდაპირ აისახება როგორც სამსახურის თანამშრომლების, სამსახურის თანამშრომლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. თავის მხრივ მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სწორედ მთავრობის მხარდაჭერამ, ერთიანობამ და პროფესიონალიზმმა განაპირობა უწყების გაძლიერება, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაში, ისე განვითარებაში. მამუკა მდინარაძემ უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა. მისი შეფასებით, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. მადლობა თქვენ პირველი შენისათვის ამ წარმატებისათვის, რაც არა მამუკა მდინარაძემ და გუნდმა შეძლო რომ ვისაც მიეღწია როგორი გოდგობა იყო თქვენი მხრიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მას ვერ შეძლეთ. აქ არის გუნდი, რომელმაც შეძლო და აქ არ არის კიდევ უფრო დიდი გუნდი, რომლებიც მე დავხდნენ აქ და რომელთა დაუღალავმა შრომამ ჩვენ მოგწვა იმ საშუალება რომ ვილაპარაკოთ რომ ჩვენ მივახციეთ გარკვეულ წარმატებებს და ამ სამსახურს აქვს ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში, არამხოლოდ უსაფრთხოებაში, რომელიც მივაჩნია პირადად განსაკუთრებული როლი, მადლობა პერსონალურად თქვენ იმისათვის რომ ხარდაჭერა იყო ამ პერიოდის განმავლობაში სტამბეჭდავი იყო გადაჭარბების გარეშე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი სამსახური და ეს არასდროს ჩვენ არავინ საზოგადოებას კარგად ნახ. მისი ხელმძღვანელობა, მისი სისტემური მენეჯმენტი დაეთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით და დარწმუნებული ვარ დაეთყობა და მე არ მომერიდება იმის თქმის რომ მიმაჩნია რომ მომავალში ეს სამსახური მის ხელმძღვანელობის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა უწყების მიღწევებს მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. მადლობა ბატონო მამუკა, რადიკალურად განსხვავებული ინსტიტუცია, ძლიერ უფრო გაძლიერებული დაგვდანა. ამიტომ მადლობა თქვენს გუნდს, რომლებიც აქ ხედავთ, თვითონ თქვენთანაც, თქვენ თანამშრომლებს მადლობა ის სწორი სისტემური მიდგომებისთვის და ნაბიჯებისთვის, რომელიც სამსახურის გაძლიერებისთვის გადაიდგა და რა თქმა უნდა ამ რეფორმის აღსრულების პროცესის ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიქნები, ამას გავაგზავნებ და კიდევ უფრო გაძლიერდება ეს ინსტიტუცია. სტრუქტურული ცვლილებებისა და საკადრო გადაადგილების გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა 21 აპრილს მიიღო. ცვლილებები ძალოვანი უწყებების კიდევ უფრო გაძლიერებისკენაა მიმართული. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტები, ონკოპაციენტების სახელმწიფო პროგრამა, ნარკოპოლიტიკა, შეშმო პირთა ხელშეწყობა და DRG სისტემა. პარლამენტში ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოусმინეს. მოხსენების ძირითადი ნაწილი დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მოთხოვნას და სარისკო მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ფრთხილ პოლიტიკას დაეთმო. მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ დეტალურად ახსნა, რა საფრთხეს შეიცავს მსგავსი მედიკამენტების მოხმარება და ისიც თუ როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ექსპერიმენტული
გამოცდილი პრეპარატების შემოტანასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრს კითხვებით გახარიეს პარტიამ მიმართა, თუმცა პასუხების მოსმენის ნაცვლად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პროვოკაციების მოწყობა რამდენჯერმე სცადეს. დეტალებით ნინო საულქვაძე. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ყველაზე მეტი კითხვა დაისვა პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაციის დროს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პაციენტის საუკეთესო ინტერესები, მედიკამენტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა უპირველესია. მედიკამენტები კი, რომლის საქართველოში შემოტანასაც ბავშვების მშობლები ითხოვენ, უსაფრთხოების რისკებს შეიცავს. საუბარია ფატალურ შემთხვევებზეც. მიხეილ სარჯოლაძემ საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნებზე დაყრდნობით თქვა, რომ მოთხოვნილი მედიკამენტების ნაწილს ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია არ აქვს, ნაწილი კი დაჩქარებული ავტორიზაციით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეპარატებზე კვლევები გრძელდება და სამინისტრო ამ კვლევების დასრულებას ელოდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მიხეილ სარჯოლაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას მკურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელად და ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მშობლებისთვის სამინისტროს კარი ღია იქნება. გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც. რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი. რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას. სულ ვისაუბრებ 5 მედიკამენტზე. ელევიდისის სარგებელი არ არის დამტკიცებული. და ამის გამო ემამ ვიმეორებ უარი თქვა ამ წამლის პირობით რეგისტრაციაზე. FDA-მ თავისი 2025 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოუწოდა მწარმოებელს, ამ მედიკამენტის მწარმოებელს, რომ შეაჩეროს ელევიდისის დისტრიბუცია 3 პაციენტის გარდაცვალების გამო ეგზონის ამოგდებასთან დაკავშირებით. FDA უთითებს მწარმოებელს შემდეგ პირობაზე. მწარმოებელმა უნდა წარადგინოს, ესე იგი მომავალში უნდა წარადგინოს, ესე იგი მანამდე არ არსებობს კონკრეტულ ვადებში კლინიკური კვლევის შედეგები. ესე იგი ისია გაცემული ეს პირობითი რეგისტრაცია, რომ ჯერ არ არის გარკვეული არც უსაფრთხოება, არც სტაბილურობა და არც სარგებლიანობა. მე მგონი მნიშვნელოვანი გარემოება. ამავე მედიკამენტებს საერთოდ არ გააჩნიათ ემას გაითვალისწინეთ, ემას ავტორიზაცია ან რეგისტრაცია. გადავიდეთ ჯივინოსტატზე, ყველაზე მეტად იმედის მომცემი მედიკამენტია, რომ გასცემს ყველა დასმულ კითხვას პასუხს. თუმცა ეს კითხვები რომ არსებობს, ამის ყველაზე მარტივი დასტური გახლავთ ის, რომ ევროპის არაერთი სახელმწიფო, უმრავლესობა დღეს ამ მედიკამენტს არ იყენებს. ამდენად ევროპული ქვეყნები რეალურად ფიქრობენ ამ მედიკამენტის შემოღებაზე, თუმცა პრაქტიკა და პრეცედენტები აქაც არაერთგვაროვანია. ამ ჯივინოსტატის გამოყენების შემთხვევაშიც ფიქსირდება გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა, რომლის გამოც მაგალითად ბრიტანეთის მარეგულირებელი იკვლევს ამ შემთხვევების კავშირს მედიკამენტის გამოყენებასთან. მინისტრის განმარტებების მიუხედავად გახარიას პარტიამ სენსიტიური თემის გამოყენება პოლიტიკური ქულების დასაწერად სცადა. შეკითხვის ავტორებმა მინისტრის მოსმენა საქმიანი მიმოხილვის ნაცვლად პოლიტიკური განცხადებებისა და სპეკულაციებისთვის გამოიყენეს. მიხეილ სარჯოლაძემ ოპონენტების პოლიტიკური განცხადება დემაგოგია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ინტერესია იყვნენ შედეგზე ორიენტირებული და არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე. იმედია დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესეჯ ბოქსებისგან და პროპაგანდისგან და ამომწურო პასუხს გასცემთ ერთ კითხვაზე მაინც. რატომ ვერ იცავს სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ? ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ქვია. და სიტყვა უსინდისობასაც, სიტყვა პოლიტიკურის დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო ადამიანური უსინდისობა. ჩემი მიზანია და ჩემი სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ და პირველი მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც არსებობს. ახლა მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს რეალურად, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. ეს მათ აწყობთ და ნებსით თუნებლიეთ ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან. რადგან ამაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას. ისეთ განცხადებებზე რა თქმა უნდა არ ვისაუბრებ, ბევრს რომ თითქოს და რომელიმე მშობლისთვის მithქვამს ესეც მომაწერეს, რომ თუ 5 წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის. მსგავსი რამ არასდროს გვითქვამს და არც მე და არც რომელიმე ჩვენს თანამშრომელს შეხვედრებისას. ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორე ხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება. თუმცა კი მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი ნამდვილად განაპირობებს მათთვის
ვინც ამაზე ხელის მოთმობას ცდილობს. ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მოიტანს მედიკამენტი. მათ შორის ეტლის საჭიროების გახანგრძლივებაც. უბრალოდ საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს და არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს და არა უბრალოდ არასწორ შთაბეჭდილებებს ბადებდეს. პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ ბავშვს უშველის წამალი, სწორი და რეალური წამალი. ამათ შორის სხვაობას მე მგონი უნდა ვპოულობდეთ. დიუშენის სინდრომისა და მედიკამენტების გარდა მიხეილ სარჯოლაძის მიმართ გიორგი გახარიას პარტიის წევრების კითხვები შეეხებოდა ასევე ონკოპაციენტების მკურნალობას და როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად წარმოაჩინონ თითქოს პაციენტებს ჯიბიდან მეტის გადახდა უწევს, ამის საწინააღმდეგოდ ფაქტები არსებობს. 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ონკოპაციენტების საჭიროებებისთვის 400 მილიონი ლარი დაიხარჯა. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი ონკოლოგიაზე ეგრეთ წოდებული ჯიბიდან გადახდები განახევრებულია. 2025 წელს ონკოლოგიის ხარჯებმა შეადგინა 383 მილიონი ლარი. 2013 წელს იცით რამდენი იყო ეს ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტში? ეს იყო 4,7 მილიონი ლარი. 4 მილიონი და წელს გავცდით 400 მილიონს. ისე რიცხვები მე მგონი თავისთავად ცემს ყველა სპეკულაციას ამ თემასთან დაკავშირებით. აი სპეკულაციის სპეციალისტებად ჩამოყალიბებული ჩვენი ოპოზიციონერების ნებისმიერ ამ სკეპტიციზმს ცივ წყალს ასხამს. რეფერენტული ფასების რეფორმა იყო კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კითხვები დაისვა. ჯანდაცვის მინისტრმა იაფასიანი სპეკულაციები უწოდა ოპოზიციის ნარატივს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პენსიონერებს მედიკამენტებში მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ. მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად 2023-25 წლებში მოსახლეობა მედიკამენტებში ჯამში 853 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა. რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ კი საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასების 70-80%-ით შემცირება ფიქსირდება. როგორც მიხეილ სარჯოლაძემ აღნიშნა, იმისთვის რომ მიზნობრივი ჯგუფების ფინანსური დაცულობა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. დღეის მდგომარეობით რეფერენტული ფასები განსაზღვრულია 7500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზე. პირველ ეტაპზე ფასების რეგულაცია შეეხო იმ მედიკამენტებს, რომელიც განსაზღვრულია ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამით, ასევე რამდენიმე ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა, მომდევნო ეტაპებზე დაემატა ხშირად მოხმარებადი წამლები, ხოლო გასული წლის ნოემბერში სპეცკონტროლს დაქვემდებარებული გახსოვთ ეს ეგრეთ წოდებული ფსიქოტროპული მედიკამენტები. ესეც რეგულირდება, ფასწარმოქმნა რეგულირდება ამ რეფერენტული ფასების მეთოდით. რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფიქსირდება ფასების შემცირება 70%-ით, 80%-ით. არის შემთხვევები, როდესაც გაიაფების მაჩვენებელი 90% აჭარბებს. იაფასიანი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ თითქოს პენსიონერებს მედიკამენტებში, ეს სწორი არ არის. პრაქტიკულად ყველა ძირითადი, ყველა მნიშვნელოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება, მაღალი ხარისხის საშუალება უზრუნველყოფილია სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით. რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკის შედეგად მოიხსნა ლიმიტები ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების პროგრამაშიც. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლად ჯგუფებში მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ფინანსური დაცულობის გაუმჯობესებას. მიხეილ სარჯოლაძე საკანონმდებლო ორგანოში გახარიას გუნდის წევრებმა დაიბარეს. მინისტრი ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებს 3 საათის განმავლობაში პასუხობდა. სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დათმობა ეს ევროინტეგრაციის მოლდოვური და უკრაინული გზა. ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ მოლდოვის პრეზიდენტმა რუმინეთთან გაერთიანებისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. რუსეთის სასარგებლო ტერიტორიების დათმობას ევროინტეგრაციის წინაპირობად უყენებენ ომში მყოფ უკრაინას საკითხთან დაკავშირებით. გერმანიის კანცლერმა ვლოდიმირ ზელენსკის რეფერენდუმის ჩატარებაც კი შესთავაზა. მძიმე პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოლდოვა და უკრაინა ახლა დამოუკიდებლობისა და ტერიტორიების დაკარგვის რისკის წინაშე დგანან, თუმცა ევრობიუროკრატია მაინც ამტკიცებს, რომ აღნიშნული ქვეყნები ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოზე წინ არიან. მსგავსი წინაპირობები კატეგორიულად მიუღებელია ოფიციალური თბილისისთვის. ხელისუფლების პოზიცია მკაფიოა, ტერიტორიების დათმობა და სახელმწიფოს გაუქმება ვერასოდეს გახდება ქართული გზა. დეტალებით სოსუელისაშვილი.
ევროკავშირში გაწევრიანება სუვერენიტეტისა და ტერიტორიების ნებაყოფლობით დათმობის ფასად მხარდაჭერის ულტიმატუმის ენით ჩანაცვლება და ბრიუსელის დიქტატს დაქვემდებარებული სახელმწიფოები. ევროკავშირში გაწევრიანების გზა მოლდოვისა და უკრაინისთვის იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მათ უწინასწარმეტყველებდნენ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რუმინეთთან გაერთიანება მის ქვეყანას ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, გაერთიანების წევრობის პირობა არაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის დათმობასაც განიხილავს. რაც შეეხება უკრაინას, გერმანიის კანცლერი აქამდე თუ უპირობო მხარდაჭერას აფიქსირებდა, დღეს უკვე რიტორიკა შეცვალა და ამბობს, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ვოლოდიმირ ზელენსკის ტერიტორიების დათმობა მოუწევს. ერთ-ერთ ეტაპზე უკრაინა გააფორმებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რაღაც ეტაპზე იმედია სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთთან. მაშინ შესაძლოა ისე მოხდეს, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი აღარ იყოს უკრაინული. პრეზიდენტ ზელენსკის თუ სურს ეს მიიტანოს საკუთარ მოსახლეობამდე, მოიპოვოს უმრავლესობის მხარდაჭერა და ამისთვის თუ საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება, მან უნდა უთხრას ხალხს: მე თქვენთვის გავხსენი გზა ევროპისკენ. სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმაში პრობლემას ვერ ხედავენ ქართულ ოპოზიციაში. გიორგი გახარიას გუნდში ამტკიცებენ, თითქოს მაია სანდუ მოლდოვის გაუქმებით და მისი რუმინეთთან შეერთებით მოლდოველი მოსახლეობის ინტერესებს იცავს. ნაციონალურ მოძრაობაში მოლდოვის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებებს უსურვებენ, თუმცა კითხვაზე პასუხს გირს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების ფასად ქვეყნის დათმობა თავს არიდებენ. მაია სანდუ არის ყველაზე დიდი კომაგი ქართველი ხალხის, საქართველოს თავისუფლების და ჩვენ რა თქმა უნდა მას ვქომაგობთ და უსურვებთ წარმატებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კონკრეტული ქვეყნის ხელმძღვანელის და ქვეყნის გადასაწყვეტი არის. ამ კონკრეტული ქვეყნის ხელმძღვანელი ამას საკუთარი ქვეყნის ასიკეთოთ, საკუთარი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ამბობს. უკრაინასა და მოლდოვაში არსებული კორუფციის ფონზე მტკიცებას თითქოს აღნიშნული ქვეყნები რაიმე მაჩვენებლით საქართველოს უსწრებენ სპეკულაციაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი საუბრობს. ირაკლი კობახიძემ ასევე განმარტა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მოლდოვისა და საქართველოს ეკონომიკებს შორის სხვაობა 14 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა, კორუფცია ყვავის. ეს არის ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს არის უკრაინაში შექმნილი. რაც შეეხება მოლდოვაც არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. ეს აისახება მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე. რეალურად ჩვენ ამ წლების განმავლობაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში 2022 წლიდან მოყოლებელი მოახერხეთ დაახლოებით 14 მილიარდი დოლარით გაგვესარდა სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. ეს არის რა თქმა უნდა მათ შორის კორუფციის შედეგი, ინსტიტუციური კრიზისის შედეგი, რომელიც არის შექმნილი მოლდოვაში. ეს არის საერთო სურათი. ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა წინოსწრებს საქართველოს, არის რა თქმა უნდა ცარიელი სპეკულაცია. მმართველ გუნდში უსვამენ ხაზს, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტზე უარის თქმის ხარჯზე ევროკავშირში გაწევრიანებას არ განიხილავს. შესაბამისად, ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა უკრაინისა და მოლდოვის გზაზე არ დადგება. საქართველოს ტერიტორიების დათმობასა და სახელმწიფოს გაუქმებას არ დათანხმდება. მერცის განცხადების შემთხვევაში გულისხმობს, რომ თუ ქვეყანას უკრაინას უნდა წევრობა, მან უნდა ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია და სუვერენიტეტი დათმოს და მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ უნდა მოლდოვას წევრობა ევროკავშირში, მან საერთოდ სახელმწიფო სუვერენიტეტი არათუ დათმობს, სახელმწიფო უნდა გააუქმოს. და როდესაც ჩვენ მაგალითად გვიყენებენ ხოლმე უკრაინას და მოლდოვას, მინდა ყველას უთხრა. ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ უკრაინული და მოლდოვური გზა ევროინტეგრაციის არ არის ქართული გზა და საქართველოს არასდროს დადგება უკრაინის და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობით და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას. მოლდოვის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რომ დამოუკიდებელი არ არის, აქ ძალიან კარგად ჩანს, მისი არჩევა როგორ მოხდა საზოგადოებამ კარგად იცის, მწყვეტიდან პრაქტიკულად ხონჩით მიართვეს ამ ქვეყნის პრეზიდენტობა, ახლა არადამოუკიდებელი პრეზიდენტს სურს, რომ ასევე არადამოუკიდებელი გახადოს ის ქვეყანა, რომლის ლიდერიც არის. სად არის ის დანაპირები, რომელიც მიდიოდა უკრაინისადმი? ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარებული წესით არ ხდება და ამის შესახებ არაერთი სიტყვა. ნატოსში გაწევრიანების თემა საერთოდ მე მგონი ამოღებულია დღის წესრიგიდან. ხალხის ძალაში სანდუს სურვილებს ნეგატიურად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს პირველი პირის მხრიდან სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები მიუღებელია. პარტიაში უკრაინის მდგომარეობასაც მიმოიხილავენ და განმარტავენ, რომ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში კიევს მხარს უჭერდნენ, დღეს პრაგმატიზმს და გვერდით გაწევას არჩევენ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტი თავად ამბობს უარს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტზე. ამაზე მეტი რა შეიძლება გაუკეთოს ცუდი თავის სახელმწიფოს
პირველმა პირმა. ხო, ამბობენ რომ მოლდოვა ჩვენზე წინ არის. აგე მოლდოვა ამბობს რომ შეუერთება ევროკავშირის წევრ ქვეყანას და ამით გახდება ევროკავშირის წევრი. ანუ კარგი გზა ნახა. და ეხლა გითხრან აქაურმა ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა, აბა რას უსურვებენ საქართველოს, რომელ ქვეყანას შეუერთეთ მათი აზრით. ეხლა გამოგბძანდნენ და თქვან უცხოეთიდან თუ საქართველოსდან ის ადამიანები, ვინც ამბობდა რომ უკრაინამ გაგვასწრო ჩვენ და ჩვენ ჩამოვრჩით ამ მოვლენებს. აბა სად არის ახლა უკრაინა ნატოშია, ევროკავშირშია, გაერთიანებულია, თუ რას პასუხობენ უკრაინას? ევროკავშირი გაფართოებას მინიმუმ 4 წელი რომ არაპირებს ამის შესახებ ევრობიუროკრატებს არაერთხელ უსაუბრიათ ის პირობები კი რაც ქვეყნებს გაერთიანებასთან უნდა ახლოვებდეს ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოებსა და ხელისუფლებებზე ზეწოლის ბერკეტს წარმოადგენს. ქართული ეკლესიისთვის მეტად საპასუხისმგებლო დროს, როდესაც წმინდა სინოდი პატრიარქის ასარჩევად ემზადება, ისევ არ წყდება შეტევა ავტორიტეტულ ინსტიტუტზე. ანტიეროვნული ჯგუფები შეურაცხყოფენ გარდაცვლილ პატრიარქს და აკრიტიკებენ სინოდსაც, რომელმაც გუშინ პატრიარქობის 3 კანდიდატი გამოარჩია. კამპანიის მიზანი პატრიარქის არჩევის პროცესზე ზეგავლენის მოხდენა და ეკლესიის დისკრედიტაცია. აქტიურობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათთან დაკავშირებული მედია საშუალებები და რელიგიის ეგრეთ წოდებული ექსპერტები. მართალი გუნდი დარწმუნებულია, რომ უცხოეთიდან კოორდინირებული ანტიეროვნული კამპანია შედეგს ვერც ამჯერად გამოიღებს. ქართული ეკლესია და სახელმწიფო კი ისევ სიმტკიცეს შეინარჩუნებს. საუმე გობროინძე გიამბობთ. საქართველოს 152 პატრიარქის არჩევამდე ცოტა დრო რჩება და სწორედ ახლა, როდესაც ეკლესია ისტორიული გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, რადიკალური ჯგუფების რადიკალური რიტორიკა კვლავ აქტიურდება. ამჯერად გარდაცვლილი პატრიარქის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისა და წმინდა სინოდის შეურაცხყოფის კამპანიის სათავეში გიგი უგულავა დგას. პატრიარქი მოკუდა, გაუმარჯოს ეგზარქოს. ეს არის პოსტი, რომელიც უგულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რადიკალების კამპანიაში პარტიულ აქტივთან ერთად ჩართულები არიან მათი პროპაგანდისტებიც. პატრიარქი მოკუდა, გაუმარჯოს ეგზარქოს. ჩვენი სინოდის აზრით სხდომაზე ღმერთი დასწრებია და უკითხავს სემინარიის დიპლომი ვის გაქვთ, აბა სხვებს არ გაღიარებთო. რა მიზანი აქვთ ანტიეროვნულ ძალებს? ამ კითხვაზე პასუხი მათ განცხადებებშივე ჩანს. მიზანი პატრიარქის არჩევის პროცესზე ზეგავლენის მოხდენა და ტრადიციულად ავტორიტეტული ინსტიტუტის დისკრედიტაცია. ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია რადიკალების მხრიდან აქამდეც არა ერთხელ ყოფილა. მთავრობის მეთაური იხსენებს, რომ ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ანტიეროვნულ კამპანიას საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული კამპანია დაუპირისპირა. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია შედეგს ვერც ამჯერად გამოიღებს. ქართული ეკლესია და სახელმწიფო კი ისევ სიმტკიცეს შეინარჩუნებს. როცა უპირისპირდები მათ შორის ჩვენს დედა ეკლესიას, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება და საჩვენებს კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახეს. თქვენ გახსოვთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსები, მთელი სპექტრი. ეს იყო პარტიული სპექტრი, ეს იყო მედია და ეს იყო NGO-ები, ყველა ერთად იყო ჩართული ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდა იმისათვის, რომ ეს კამპანია შეგვენელებინა და შეგვეჩერებინა. მთელი კონტრკამპანია დაგჭირდა ამისათვის და საბოლოო ჯამში მივახციეთ მიზანს, მაგრამ ეს იყო ურთულესი ამოცანა, რომ მათი უცხოელი მეგობრები კარნახობდნენ ასეთი კამპანიის წარმართვას და კიდევ ერთხელ პარტიები, NGO-ები მედია საშუალებები ყველა იყო ჩართული ამ უძიმესი კამპანიის წარმოებაში, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი კონტრკამპანიით. ეხლა ცდილობენ წამოიწყონ ახალი კამპანია, გამოდიან ასეთი განცხადებებით, რა თქმა უნდა, ამასაც ვერ ექნება წარმატება. ეკლესიის დისკრედიტაციის მრავალწლიანი უშედეგო მცდელობების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური ქულების დაწერა შეცვლილი ტაქტიკით გადაწყვიტა. თავდაპირველად სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარე შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ თავადაც და მისი თანამოაზრეებიც მორწმუნეები არიან, თუმცა რეალური მიზნის დამოვა გაუჭირდა, რადგან იმავე განცხადებაში თინა ბოკუჩავამ ეკლესია პოლიტიკურად მომგებიან მოედნად შეაფასა. სააკაშვილის პარტიასთან შეუსაბამო ახალი პრაქტიკა კარგად გაითვისეს წევრებმაც. ქართული ეკლესია ჩვენ ვართ მისი ქომაგები, გულშემატკივრები. რამდენად შესაძლებელია მორწმუნის მანტიის მორგებით პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევა იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებას უახლესი წარსული კარგად ახსოვს და არქივი ინახავს, რომ ნაცოპოზიცია, მათთან დაკავშირებული ჯგუფები და ტელევიზიები წლებია. ეკლესიას თავს ესხმიან პატრიარქის რეპუტაციის დაზიანებას, მის სიცოცხლეშივე ცდილობდნენ. ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ კი დისკრედიტაციის კამპანია ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ აამოქმედეს. არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია. შიო თუ რა ქვია, მათ იმ წარმომადგენლებს ვთხოვოთ,
ეს აზრს მოკლებულია. იგივე რომ პუტინს თხოვე, ხო? ეს არის პირდაპირ რუსული პროპაგანდა, რა თქმა უნდა. ეუფეშიოს ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ ეკლესიის შიგნით რუსული ფრთა კიდევ უფრო გაძლიერდა. სულიერად გახრწნილი. წლების მანძილზე გარედან კოორდინირებული მთელი ეს კამპანია მმართველი გუნდისთვის უცხოელი აქტორების მხილების კარგი პრაქტიკაა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რადიკალური ჯგუფების ამ განცხადებების ფონზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან და ვინ გამოხატავს მათ მიმართ მხარდაჭერას. ჩვენ დავაკვირდეთ ამ ხალხს ვინ ჩამოართმევს ხელს, რომელი უცხოელი. ვინაიდან ეს ხალხი ამ განცხადებებს აკეთებს, არა იციან რომ ქართველები მათ შეაჩვენებენ და პასუხს მიიღებენ იმისთვის რომ თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას. ამ ყველაფერს ისინი აკეთებენ ეგუებიან ქართველი ხალხის რეაქციას იმის გამო რომ თავი მოაწონონ თავის უცხოელ დამკვეთებს. ამიტომ შევხედოთ ვისთან იქნებიან შეხვედრაზე, ვინ რომელ საელჩოში შევლენ და გამოვლენ, ვინ ჩამოართვეს მათ ხელს და ვიცოდეთ, ვინც მათ ხელს ჩამოართვებს, ისინი არიან ის ელჩები და ის უცხოელები არიან, ვინც აკეზებენ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამ კამპანიას. ეს არის პირდაპირ ჩვენი ქრისტიანების ამ ქვეყნის მაცხოვრებლების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად პატივისცემ ჩვენს რელიგიას და რაც თავარია ნუ ჩაერევიან დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაში და იმ პირობებში, როდესაც უახლოეს დღეებში სინოდმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს განცხადებები, რომელიც უგულავას სახით, თუმცა ბევრი სხვა დანარჩენის პირითაც ითქმება, ეს არის პირდაპირ ზეწოლა, უხეში ჩარევა და რაც თავარია უპატივცემულობა იმ ეკლესიის და იმ ჩვენი რწმენის მიმართ, რომელიც ასეთი ძვირფასია ჩვენთვის. იმ წიაღიდან საიდანაც იგი უგულავა მოდის და იმ მოცემულობაში, სადაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რას ნიშნავს ნაციონალური მოძრაობა, როგორი ანტიქართული, ანტიეკლესიური ძალა ეს ყველაფერი თვით პატრიარქის გადაცვალების შემდეგ მის დასაფლავებამდეც კი ვერ იკავებდნენ თავს. ეკლესიის გარშემო გაერთიანებულერსა და ამ ერთობისგან განდგომილ მცირე ჯგუფებს შორის კონტრასტი დღითიდღე უფრო თვალსაჩინო ხდება. ვინ დგას რეალურად ტრადიციების, ეროვნული ინტერესებისა და მართლმადიდებლობის მხარეს და ვინ ემსახურება გარე აქტორების გავლენასა და მათ დავალებებს. უცხო ქვეყნის მიერ შექმნილი კიდევ ერთი ინსტრუმენტი ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით პოლონურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ქართულენოვანი განყოფილება გაიხსნა. პროგრამის პოპულარიზაცია საკუთარ თავზე აიღო პოლონეთის საგარეო უწყებამ, რომელიც საქართველოს ნიუსის შექმნის მიზნად დეზინფორმაციასთან ბრძოლას ასახელებს. ეს არგუმენტი პარადოქსულია მმართველი გუნდისთვის, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც პოლონური პროპაგანდისტული მედიის სახე და ხელმძღვანელი მოდელირებული ქრონიკის წამყვანია. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მიმართ პოლონეთის ხელისუფლების მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს და აქცენტს აკეთებს ევროკავშირის ელჩის მუქარის შემცველ განცხადებებზეც, რომელიც დროში საეჭვოდ ემთხვევა პროპაგანდისტული მედია ინსტრუმენტის შექმნას. დეტალებით ანა შანიძე. ახალი არხის შექმნის ამბის გავრცელებას საკუთარ თავზე საქართველოში პოლონეთის საელჩომ და ქვეყნის საგარეო უწყებამ აიღო. რატომ გაიხსნა ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის? ოფიციალურ მიზეზად დეზინფორმაციასთან ბრძოლა სახელდება, თუმცა გაჟღერებულ მიზანს არადამაჯერებელს ხდის პროგრამის შემქმნელების ვინაობა. საქართველოს ნიუსის ერთ-ერთი სახე ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ინფორმატორად შესული ნათია კოპერიძეა, სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტი და მოდელირებული ქრონიკის ავტორი, რომლის საინფორმაციო დივერსიასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მოდით ნახოთ ყველაზე ცუდი მომავლის ქრონიკის სპეციალური გამოშვება, რის შემდეგაც დისკუსიით დაგიბრუნდებით. დაბრუნდა, თუმცა ჟურნალისტად არა, ხან ოპოზიციურ მედიაში ექსპერტის სტატუსი ჰქონდა, ხან ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე საუბრობდა. რა ნიშნით შეარჩია პოლონეთის მთავრობამ დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის? 2010 წლის ყველაზე მძიმე დეზინფორმაციის ერთ-ერთი ავტორი უცნობია. თუმცა ეს ფაქტი ქართულ მხარეს ვარაუდს უჩენს, რომ უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული არხი ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის, სისხლის, ისტერიისა და შუღლის გაღვივებისთვის შეიქმნა. პარლამენტის თავმჯდომარე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება დროში საეჭვოდ ემთხვევა ევროკავშირის ელჩისა და პოლონეთის საგარეო უწყების თანამშრომლის მუქარის შემცველ განცხადებას. უცხო ქვეყანა
ქმნის სახელმწიფო, მის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ანუ მთავრობამ შექმნა პროპაგანდისტული ინსტრუმენტი ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, რომელიც გაიგივებულია საქართველოში დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან, ისტერიის დათესვასთან. მოდელირებული ქრონიკის ავტორი არის დღეს ამ პროპაგანდისტული მედიის სახე და ხელმძღვანელი. და ესეც აჩვენებს თუ რა არის განზრახვა. მეორე მხრივ ჩვენ ნახეთ ევროკავშირის ელჩის პაվել ჰელჩინსკის განცხადება, სადაც ის დაგვემუქრა სამოქალაქო ომით. შეგახსენებთ, რომ პაվել ჰელჩინსკი გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ის მივლინებულია ევროკავშირში, თუმცა ის არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, იმ სამინისტროსი, რომელმაც ეს პროპაგანდისტული იარაღი ჩამოაყალიბა ახლა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ანალოგი იმ ეგრეთ წოდებული 1000 ბორცვის რადიუსი, რომელიც თავის დროზე რუანდაში შეიქმნა იმისთვის, რომ გაეღვივებინა შუღლი საზოგადოებაში, ტრობა საზოგადოებაში და 1000 ბორცვის რადიო მოიტანა საბოლოო ჯამში გენოციდი, რომელიც რუანდაში მოხდა. და ფაქტი არის, რომ ეს არის კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი ქართული ხალხის წინააღმდეგ. სახელმწიფო გუნდში პოლონეთის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში მორიგ უხეშ ჩარევადაც შეფასდა. მომართულ პარტიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ახალი პროპაგანდისტული არხის შექმნა ქართული ხალხის ნაცვლად ნაცოპოზიციის მოთხოვნას პასუხობს. ჩვენ რა თქმა უნდა მოხარული ვართ, რაც უფრო მეტი ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანი ან ჯგუფი და პროგრამა იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პოლონეთის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ვერ პასუხობს პოლონელი ხალხის ინტერესს, მაგრამ სამწუხაროდ პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ სადღაც გაჩნდეს ახალი კერა დეზინფორმაციის და გარკვეულწილად იმ მავნებლური პროპაგანდის, რომელიც პირდაპირ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივია. პოლონეთის მხრიდან ასევე უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, როდესაც დღემდე ამბობენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ დემოკრატიის შუქურა იყო და უნდა გავათავისუფლოთ, ძალიან უხეში ჩარევა ჩვენში და საქმეებში, ჩვენ ვიხილეთ ასევე ევროპარლამენტარები პოლონეთიდან, რომლებიც ანტისამთავრობო მიტინგზე იდგნენ და ეს არის შესაბამისად ამ ყველაფრის გაგრძელება. ხალხის ძალა კი გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების შემდეგ გარეთ-ძალების მხრიდან საქართველოში რადიკალური პროცესების დაფინანსების ალტერნატიული გზების ძიებაზე საუბრობს. მათი შეფასებით, პოლონეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მას შემდეგ, რაც გარკვეული გლობალური ძალები ვეღარ აფინანსებენ საქართველოში მედია პროპაგანდას, ისე უკაცრავად ამ სიტყვაზე აღვირახსნილად, როგორც ამას ახერხებდნენ გამჭვირვალობის კანონამდე განსაკუთრებულად, ახლა მათ მოიფიქრეს მეორე მეთოდი და ისინი ახლა გარედან ცდილობენ დააფინანსონ, ხოლო აქედან შემსრულებელი წაიყვანონ. მოძებნის გზა, რომ ასეთი ნაძირალა სისტემის მსახურები წაიყვანონ და გარედან დაესხან თავს ჩვენი ქვეყანას. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია თავის დროზე გადასული იყო ესტონეთში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში მათ შეექმნათ დაფინანსების ძალიან დიდი პრობლემები. როგორც ჩანს, პოლონეთის ეს ტელეარხი მოემსახურება იმას, რომ მისი მეშვეობით იქნება იმ გრანტების განაწილება საქართველოში ძილგამომთხელი საქმიანობის გასაგრძელებლად, რომელი გრანტი ვეღარ აღწევს საქართველოში. არხი იქნება ხმა ევროკავშირიდან საქართველოსთვის, იუწყება ნათია კობერიძე, თუმცა რამდენიმე დღის წინ შექმნილი პლატფორმის ობიექტურობა, მისი მიკერძოებული გუნდისა და დამფინანსებელი სახელმწიფოს გამო უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ერთი თვის დაგვიანებით დაწყებული ეგრეთ წოდებული ეროვნული მობილიზაცია და პარტაქტივთან შეკრებები მოსახლეობასთან შეხვედრების ნაცვლად. სააკაშვილი გვარამია ბოკერიას ალიანსმა დაანონსებული კამპანია ქუთაისიდან დაიწყო, თუმცა ღია შეხვედრის ნაცვლად მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებთან საონური ტიპის საუბრები გამართა. დახურულ შეხვედრაზე არ დაუშვეს არც მედია და არც განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეები. შეკრებაზე დასწრება შეძლეს მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლებმაც პარტიული ფილტრი გაიარეს. დაშლის პირას მყოფი ალიანსის ღონისძიებაზე მოდერატორებს შორის არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გაერთიანებაში შემავალ პარტიებთან დაპირისპირებაშია. არასაჯარო შეხვედრა მაჩვენა ისიც, რომ ყოფილი დამოქმედი ნაციონალობით აკომპლექტებულმა კოალიციამ ხალხის მობილიზება ვერა, თუმცა კვლავ საკუთარი პარტაქტივის დაპირისპირება შეძლო. დეტალებით ნანუკა წითელაშვილი.
სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსმა შეხვედრა 6 საათზე დაანონსა, თუმცა 7:30-ზე დარბაზი კვლავ ცარიელია. პირველი ჩავარდნილი შეკრების შემდეგ მეორე შეხვედრაც კრახით დაიწყო, რამაც თამარ ჩერგოლეიშვილი წყობიდან გამოიყვანა და ალიანსის წარუმატებლობის დასამალად მედია ტერიტორიიდან გააძევა. ჩვენი როცა გეტყვით და გამოვართ, მერე ჩაგწერეთ. შეიძლება არა, იმიტომ რომ ჩვენი მხარდამჭერი უნდა იყოს. მიდით, მე გეხვეწები, შეჭირია რა. დღევანდელის მსგავსად კრახით დაიწყო გუშინდელი შეხვედრაც, სადაც დარბაზიდან მედიის ნაცვლად ამ შემთხვევაში მოქალაქეები გააძევეს. დახურული შეხვედრაა, უთხრეს და ასე დაატოვებინეს ლევან ქართველიშვილს სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსის მიერ გამართული ის შეკრება, რომელიც წესით ღია უნდა ყოფილიყო. დაანონსებული ეროვნული მობილიზაციის კამპანია ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციურმა ალიანსმა ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა რეგიონებში ჩასვლისა და თითოეულ მოქალაქესთან პირადად შეხვედრის დაპირება მხოლოდ პარტაქტივთან სალონური საუბრები აღმოჩნდა. დახურულ ღონისძიებაზე არ დაუშვეს არც მედია და არც განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეები. დასწრება კი მხოლოდ იმ ადამიანებმა შეძლეს, რომლებმაც წინასწარი რეგისტრაციის შედეგად პარტიული ფილტრი გაიარეს. პრივატულ სალონურ საუბრებს, რომ მხოლოდ ოპოზიციის რამდენიმე ამომრჩეველი ესწრებოდა, ეს ქართველიშვილს გაძევებისას თავად დაუდასტურეს. ჩვენი ღონისძიებაა, ჩვენი წესებია. მოვიდა ორი ადამიანი და შენო კოცი ისახარო, რა ქვია. მეც როგორ მითხრა კოცი ტიკტოკერი ხარ. და დატოვა შენ როგორ მითხრა, რეგისტრაცია გავიარე. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსის მიერ გამართულ ღონისძიებებში არ მონაწილეობს ნაციონალური მოძრაობა. მეტიც როგორც ირკვევა მიხეილ სააკაშვილის პარტიისა და გაერთიანების სხვა წევრების დაპირისპირება, ახლა იმ მასშტაბებზე გავიდა, რომ პრივატული სალონური შეხვედრები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსაც აძევებენ. ყოფილი და მოქმედი ნაციონალებით დაკომპლექტებული კოალიციის პირველი არასაჯარო შეხვედრის შედეგები ასეთია. ხალხი ვერ მოაგროვეს, თუმცა ერთმანეთის შემდეგ ახლა საკუთარი პარტაქტივის პირისპირებად შეძლეს. 50 კაციც ძლივს შეკრიბეს და იქაც შოუ დადგა. ერთი უწყინარი კითხვა დაუსვეს და დაიწყო ტანტრუმების სრული პერფორმანსი. ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობდა. ამ ფონზე გაქვს ამბიცია, რომ დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი. მართლა საინტერესო სტრატეგია, ოპოზიციის მხარდამჭერებს გაუმართო ისტერიკა და ასე უნდა შეიცვალოს ქვეყანა. მე ქალბატონო სევდია გამომაგდეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ქუთაისელმა პროტესტანტებმა ნაცების და მიშისტების ადგილი აქ არ არის მრცხვენია, მაგრამ სამწუხარო სიმართლეა. დახურული შეხვედრიდან გაგდებულებს ალიანსიდან შეუთვალეს, რომ რეალობას მოწყვეტილები არიან და კიდევ ერთხელ შეახსენეს. მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მათი ლიდერია და არა გაერთიანების. დიდი მადლობა ყველას, ვინც გუშინ ქუთაისის შეხვედრაზე მოვიდა. 1-2 მიშისტი იყო, რომელიც ფრუსტრირებულია იმ შიშველი ფაქტით, რომ მათი ლიდერი ჩვენი ლიდერი არაა. ნაციონალური მოძრაობა პარტნიორების მიერ მოწყობილ სალონურ საუბრებთან განრიდებას ტექნიკური მიზეზებით ხსნის, თუმცა გაერთიანებაში არსებული ბოლოდროინდელი მწვავე დაპირისპირება მათ განმარტებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენ არ ვესწრებოდით ამ კონკრეტულ შეხვედრას ტექნიკური მიზეზების გამო და მე დარწმუნებულია, რომ ღია იქნებოდა შეხვედრა. მასშტაბურად დაანონსებული კამპანიის შემდეგ სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსმა, რომ მხოლოდ რამდენიმე პარტაქტივის მობილიზება შეძლო, მთავრობის მეთაურისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ხალხთან ურთიერთობის რესურსი არ გააჩნია. ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებას ყოფილი და მოქმედი ნაციონალებით დაკომპლექტებული ალიანსის წევრების სასტიკი ქმედებები ახსოვთ და მათ მიმართ არანაირი ნდობა არ გააჩნიათ. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, მათ შორის არ აქვთ ხალხთან ურთიერთობის რესურსი. ეს არის საერთო მდგომარეობა, რაც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში. თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, ხო, იმ 9 წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი. თვითონვე მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, იმიტომ რომ სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს. შესაბამისად, საზოგადოებამდე მისასვლელი პირი მათ მონებრივი არ აქვთ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსის სალონური შეხვედრები მხოლოდ გარე პატრონებისთვის ანგარიშის ჩაბარებას ემსახურება. მათ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველო, ქართველი ხალხი, ხალხთან ურთიერთობა.
ფორმალობისთვის უნდა მოინიშნონ, რომ ქონათ რაღაც შეხვედრა, რომ შემდეგ შეატყობინონ მათ დამფინანსებლებს საზღვარგარეთ, რომ თითქოს რაღაც შეხვედრა ქონდათ. ამიტომაც არ უნდათ მათთვის არასასურველი ხალხის ყოფნა ასეთ შეხვედრებზე, რომ მე ასე ვთქვათ შესაბამისად შეძლონ გაბევრება ხოლმე საკუთარი შეხვედრებზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. სრულიად განულებულ ძალას წარმოადგენენ. ჩვენ ხედავთ, რომ ქართველი ხალხის ნაცვლად ისინი უცხო და გარე ძალებს ხვდებიან. ჩვენ ხედავთ, რომ შეხვედრების ნაცვლად ისინი შეიკეტებიან სადღაც ოთახებში და იქ აწყობენ დახურულ შეხვედრებს, რომელსაც რატომღაც ღიას უწოდებენ, მაგრამ როგორც ვნახეთ, არანაირი ღიაობა იქ არ არის. არ შეუშვეს თავისივე ბელადის წარმომადგენლები. არა აქვს სომა თავის ხალხთან, თავის საზოგადოებასთან, დავალებებს იღებენ უცხოეთიდან და ესეც არის ფასადური, ბუნებრივია, რაღაც შექმნა ილუზიის, რომ თითქოს ისინი საზოგადოებას და ხალხს ხვდებიან. ფაქტი ერთია, სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსის მიერ მასშტაბურად დაანონსებული კამპანია კრახით დაიწყო. ყოფილი და მოქმედი ნაციონალებით დაკომპლექტებულმა კოალიციამ არათუ მოსახლეობის არამედ საკუთარი პარტაქტივის მობილიზებაც კი ვერ შეძლო. ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება. თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად 84 პირი დააკავეს, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. საქმის მასალებში დევს საკონტროლო შესყიდვების ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო მასალა. საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტიც აღკვეთეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქე დააკავეს. დეტალებით ბორენა ონიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მორიგი მასშტაბური სპეცოპერაცია და დაკავებული 84 ნარკორეალიზატორი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ბუპრენორფინი და მარიხუანა ამოღებულია. ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებზე ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს სხვადასხვა მეთოდით სისტემატურად ასაღებდნენ. საპოლიციო ღონისძიების ძიების დროს რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო ჩაწერა. გამოძიებით გაირკვა, რომ ნარკომოვაჭრეები დიდი ოდენობით ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს აფასუებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ამოღებულია ნარკოტიკების დაფასუებისთვის საჭირო მასალები და ნარკოტიკების გასაღებისთვის მიღებული თანხა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. 84-ვე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ნაწილის მიმართ კი სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს. 84 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოვდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულებს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენას, შენახვას და რეალიზაციას ედავება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნაწილი დანაშაულს აღიარებს, ნაწილი კი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილს ირჩევს. ვიცა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაკავებულია, ნარკოტიკის შეძენა, შენახვა ასევე რეალიზაციის ხელშეწყობა აქვს ბრალის აყენებული, თუმცა ბრალს არ ეთანხმება და არ აღიარებს. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარისაგან თავს შევიკავებ. ბრალი წარდგენილია ერთადერთი შემიძლია გითხრათ. ნარკოდანაშაულში ჩართული იყო უკრაინის მოქალაქე, რომელიც ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით მოქმედებდა. გაირკვა, რომ მარინა ჟიკოლი სასტუმრო სერენითიში ქირაობდა ნომერს. მისი პირადი საცხოვრებლის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის შემცველი 2500 აბზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო. ვერ გეტყვით ვერაფერს, იმიტომ რომ მას არ უნდოდა იმეცა ინტერვიუ თუ შემეხმიანებოდნენ ტელევიზიები და
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტად რჩება. ბოლო თვეების განმავლობაში ათასობით ნარკორეალიზატორია გამოვლენილი და დაკავებული. ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის საშიში ნივთიერებები. უწყებაში აცხადებენ, რომ ნარკოდანაშაულში ჩართული პირების მიმართ კანონის შესაბამისად უმკაცრესი ზომები გატარდება. სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. საპოლიციო დანაყოფების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულში ჩართული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისში ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი იწყება. პროგრამის ფარგლებში გამოკვლევა 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ჩაუტარდებათ. სკრინინგით ასევე ისარგებლებენ ის პაციენტები, ვინც თამბაქოს ბოლო 15 წელია აღარ მოიხმარს. პროგრამის დეტალები ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა. შეირჩნენ წამყვანი კლინიკები და საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტები. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება 1 მაისიდან ამოქმედდება. მარიამ ნებიერიძე გიამბობთ. ფილტვის კიბო მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახლდება. ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეობად რჩება საქართველოშიც. დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენის შანსებს, რის გამოც პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა ჯანდაცვის სისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მიიჩნევა. დამტკიცებულია არაერთი კვლევით და არაერთი სკრინინგ პროგრამით, რომ იგი ფილტვის კიბოს სკრინინგი ამცირებს სიკვდილობას მამაკაცებში 24% და ქალებში რაოდენობით უცნაურიც არ უნდა დაჟღერდეს 30-დან 60%-მდე. ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით დედაქალაქის მერია ახალ სკრინინგის პროგრამას იწყებს. პროგრამა 1 მაისიდან ამოქმედდება და მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. სკრინინგით ისარგებლებენ 45-დან 75 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც არიან თამბაქოს აქტიური მომხმარებლები ან ბოლო 15 წლის განმავლობაში შეწყვიტეს მოწევა. მიზანი რისკ ჯგუფებში დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული დიაგნოსტიკაა. ჩატარდება დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც 2 რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წაიკითხავს. ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩასართავად თბილისის მერიამ შეარჩია წამყვანი კლინიკები მოქალაქეებს, ვინც ამ მიმართულებით დაინტერესებული იქნება და კვლევების ჩატარება მოუნდება, რა თქმა უნდა, არანაირი გადასახადი არ ექნება, ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს მუნიციპალიტეტი. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს თბილისში მდებარე 16 სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება. შერჩეული კლინიკები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. თანამედროვე ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკას და შედეგების სიზუსტეს. ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხა და იგია მიმდინარე წელს ითვალისწინებს 3 მილიონამდე დაფინანსებას და შესაბამისად თბილისის მერიამ მზად არის რომ საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს კიდევ თანხის მობილიზება მომართვიანობის გაზრდის შემთხვევაში. პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქეებს დამატებითი ადმინისტრაციული პროცედურების გავლა არ დასჭირდებათ. საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ქართულ სტარტაპებს აქსელერაციის პროგრამაზე განცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერას გულისხმობს და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში ეხმარება. ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება და მათი საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა. პროგრამა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ხორციელდება. დეტალებით თეკლა ბესტაუშვილი. ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ხელშეწყობის მიზნით ინოვაციური სტარტაპებისთვის ახალი შესაძლებლობა იხსნება. აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. პროგრამას საერთაშორისო აქსელერატორები ახორციელებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო გამოცდილების მენტორები დამწყებ ბიზნესს ისეთ რეკომენდაციებს მისცემენ, რომელიც მათ ბიზნეს საქმიანობის წარმატებას და განვითარებას დააჩქარებს. ფინანსურ დახმარებასთან ერთად კი
გლობალურ ბაზრებზე გასვლასა და ინვესტორების მოზიდვაში დაეხმარებიან. 2020 წლიდან 500 გლობალი რეგიონში 100-ზე მეტი დამფუძნებლის მხარდამჭერია, ამიტომ ზუსტად გვესმით საჭირდებათ მათ ყველაზე მეტად დახმარება. საქართველოს სტარტაპ აკადემია სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა იმ დამფუძნებლებისთვის, რომლებიც სტარტაპის შექმნის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან. ჩვენ უკვე ვნახეთ, რისი მიღწევა შეუძლიათ ქართულ დამფუძნებლებს და ეს პროგრამა არსებობს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეს პოტენციალი მენტორობისა და გლობალური ქსელის დახმარებით. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სტარტაპერებისთვის, რომლებიც განვითარების საწყის ეტაპზე არიან და გლობალურ ბაზარზე გასასვლელად რესურსებს ეძებენ. მათი თქმით, მსგავსი მხარდაჭერა აძლიერებს როგორც ცოდნას, ისე ინვესტორებთან წვდომის შესაძლებლობას. სტარტაპები ქვეყანაში მოქმედი მხარდამჭერი პროგრამებით უკვე სარგებლობენ. ჩვენ დეკემბერში გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო აქსელერაციის პროგრამაში და მოვხვდით სტარტაპ ბუტკამპში. რითით ვართ ძალიან კმაყოფილები, რადგან ორივე თანადამფუძნებელი ვართ საკმაოდ ტექნიკური ადამიანები და ნაკლებად ვფლობთ მარკეტინგის ბიზნესის და ამგვარი მიმართულებებით განათლებას, ამიტომ სტარტაპ ბუტკამპი ძალიან დაგვეხმარა, რომ დაგვეხვეწა ჩვენი იდეა. Plug and play გვეხმარება რამდენიმე რაღაცაში. პირველ რიგში ეს არის ექსპერტები, რომელიც ფიზიკურად ჩამოდიან საქართველოში და მათთან ერთ-ერთზეც მუშაობთ საერთაშორისო პრაქტიკების დასაფუძნებლად. მე ეს ყველაფერი განმოგვაქვს პრაქტიკაში და მოსწავლეებთან დღეების და კვირეების განმავლობაში მიგვაქვს ეს ყველაფერი და ბოლოს რაც მთავარია, plug and play არის ძალიან დიდი საერთაშორისო სახელი, რომელიც ძალიან ბევრ კარს გვიღებს, რათა ჩვენ გავაგრძელოთ ასპარეზობა სხვა ქვეყნებში საქართველოს გარეთ. იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სტარტაპები განვითარდეს და საერთაშორისო დიდ ბაზრებზე გავიდეს, მთავრობამ ქვეყანაში 4 მსხვილი სტარტაპ აქსელერატორი შემოიყვანა. პროგრამის მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება, მათი საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა. ქართულ სტარტაპებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ უნიკალური ცოდნა, გამოცდილება საკუთარი პროდუქტის განვითარების, ინვესტორებთან მუშაობის, კლიენტებთან მუშაობის. ეს, რა თქმა უნდა, ასევე ხელს უწყობს და ზრდის საქართველოს ეკოსისტემის მიმზიდველობას რეგიონული სტარტაპების მხრიდან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ქართველი სტარტაპერისთვის, ინოვატორებისთვის, რომლებიც მუშაობენ ახალ ინოვაციურ იდეებზე, მივიდნენ, გაიარონ აქსელერაციის პროგრამა, მიიღონ საერთაშორისო დონის წამყვანი ცოდნა, გამოცდილება, მენტორშიპი და ამასთან ერთად ისარგებლონ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით 200,000 ლარამდე თითოეულ სტარტაპთან მიმართებაში. მთავრობის მხრიდან სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა და გაძლიერება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ერისიონს არსებობის ისტორიაში პირველად საკუთარი შენობა აქვს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლისთვის აშენებული 4020 კვადრატული მეტრის თანამედროვე ნაგებობა სარეპეტიციო სივრცეებთან ერთად 100 ადგილიან საკონცერტო დარბაზს, აგრიმიორებს, ხმისჩამწერ სტუდიას და საოფისე ოთახებს მოიცავს. პროექტი საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. შენობა ანსამბლს უვადო სარგებლობაში გადაეცა. ახალი სივრცე პრემიერმა დღეს კულტურის მინისტრთან ერთად გახსნა. დეტალებით მარიამ რატიანი. საუკუნოვანი მემკვიდრეობა დღეიდან ახალ სიცოცხლეს იძენს. არსებობის 140 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ერისიონს ახლა უკვე საკუთარი შენობა აქვს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ნაგებობა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრთან ერთად გახსნა. შენობა დაათვალიერა და ანსამბლის ეროვნულ მნიშვნელობასა და განახლებულ პირობებში მის პერსპექტივებზე ისაუბრა. ვენიცით რამ ხელა ამ ანსამბლის წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და რა თქმა უნდა ახალი სასახლე, ახალი შენობა მისცემს მათ საშუალებას, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ მომავალში და გააგრძელონ ის საქმე, რომელიც აცრუვლების წინ დაიწყო. კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ ამ სასახლის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანად ქართული კულტურის განვითარებისთვის. ერისიონის სახელმწიფოებრივ დანიშნულებას გაუსვა ხაზი კულტურის მინისტრმაც. თინათინ რუხაძემ აღნიშნა, რომ ანსამბლს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს უნიკალური კულტურის წარმოჩენის უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია და ახლა მათ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ნაციონალური საქმის გასაგრძელებლად ყველა საჭირო პირობა აქვს შექმნილი. ეს ანსამბლი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ტრადიციული კულტურისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად უდიდეს ტრადიციებს ატარებს
და მე ვფიქრობ, რომ თელმა მსოფლიომ იმისთვის რომ გაიგოს, რომ სულ ამას ვამბობთ, რომ საქართველო არის უნიკალური კულტურის ქვეყანა, ევროპისა და აზიის გასაყარზე, ამ კულტურათა სინთეზით შექმნილი ჩვენი უნიკალური ტრადიციული კულტურა გავაგებინოთ მთელ მსოფლიოს ხმამაღლა, ეს არის სწორედ ერისიონის მისია. 5000 კვადრატულ მეტრამდე თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგებობას საგრიმიეროებს, ხმისჩამწერ სტუდიას, სასცენო სამოსის შესანახ და 5 სარეპეტიციო სივრცეს აერთიანებს. აქედან 3 საბავშვო დარბაზია, ერთი კი საკონცერტო დანიშნულებასაც ითავსებს და 100-მდე მაყურებელს იტევს. სპეციალურად მოწყობილი პანდუსები და ლიფტი შენობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულსაც ხდის. ამ ხელა ისტორიის მქონე ასლს საკუთარი შენობა არ გააჩნდა. გათვალისწინებული აბსოლუტურად თითოეული მსახიობის ყველა პირობა, ისე ვთქვათ, ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მათ ბოლომდე დაიხარჯნონ იმისთვის, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი კულტურა მსოფლიოში. შეიქმნა ერთი კიდევ ძალიან ლამაზი და კარგი კულტურული ცენტრი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ხომთარი ერისთვის არის და ჩვენი ქართული ხალხისთვის არის, ქართული ახალგაზრდობისთვის არის, აქ თაობები გაიზრდებიან. შენობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის მინისტრის რანგში ჯერ კიდევ თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო და 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგებობა საქართველოს მთავრობის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2025 წელს უვადოდ გადაეცა. საქართველოს ნაკრების წარმატება ევროპის პირველ მათემატიკურ ოლიმპიადაზე ვილნიუსში გამართულ შეჯიბრებაზე ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. გუნდმა საერთო ჯამში მეხუთე ადგილი დაიკავა და საპრიზო სამეულს მცირე სხვაობით ჩამორჩა. საქართველოს მათემატიკური ნაკრების ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. დეტალებით ლევან წუწუნავა. 1 ოქროს 3 ვერცხლი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართული ევროპის პირველი მათემატიკური ოლიმპიადა მოსწავლეთა შორის საქართველოს გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ასპარეზობა 4 მედლით დაასრულეს. გუნდის 2 წევრი კი წარმატებული გამოსვლის სიგელით დაჯილდოვდა. მათემატიკის ოლიმპიადებზე გამოსვლა ვიწყებ მე-9 კლასიდან და მრავალ წარმატებას მივაღწია და ახლა ჩემი მიზანი არის შანხაიში საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევა. სკოლაში სწავლდება სკოლაში 3 წლები, ასევე ხანახან დამატებით გვიტარებენ გაკვეთილებს სხვადასხვა მასწავლებლები და კიდევ სახელმწიფოს დახმარებით სწავლდება მოსამზადებელი გაკვეთილებიც. თვითონ ტესტი საკმაოდ რთული იყო. ამიტომ ვთვლი რომ საკმაოდ რთული იყო ვერცხლის მედლის აღება, ბრინჯაოს მედლის აღება და ოქრო რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო. საკმაოდ რთული ამოცანები იყო, მაგრამ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილება რომლებიც გაკვეთილებზე სკოლაში ან თუნდაც ჩვენს მწვრთნელთან ლუკა მაჭარაშვილთან შევიძინეთ, ძალიან დაგვეხმარა. ოლიმპიადაზე 21 ქვეყნის 23 გუნდი მონაწილეობდა, ჯამში 138 მოსწავლე. შეჯიბრი 2 ეტაპად ჩატარდა. 4 საათნახევარში მოსწავლეებს უნდა ამოეხსნათ თითო ამოცანა ალგებრიდან, გეომეტრიიდან, კომბინატორიკიდან და რიცხვთა თეორიიდან. კომაროვის 199 საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარი მოსწავლეების შედეგით კმაყოფილია. ჩვენი მოსწავლეებით ყოველთვის ვამაყობთ და ეს გამორჩეული შედეგი არის, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი არის ასეთი ტიპის სტუდირებზე ჩვენი სკოლის, თუმცა სკოლას უკვე 60 წელია ყავს ზრდის თაობებს და ამ 60 წლის განმავლობაში ყოველ წელიწადს უფრო უკეთესი შედეგები გვაქვს, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბოლო წლებში მიღებული შედეგები. საქართველოს გუნდმა ჯამურად მე-5 ადგილი დაიკავა და საპრიზო სამეულს ოდნავ ჩამორჩა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. გუნდი ეროვნული ოლიმპიადებისა და დამატებითი ტურების საფუძველზე შეირჩა. მინდა დიდი მადლობა რა დავუხატო პრომოროვის სკოლას და ეს იუბილეზე ნამდვილად შევხვდებით ერთმანეთს და ვიცით, სწორედ ასეთი ძალისხმევისთვის მის დირექტორს, ადმინისტრაციას, მშობლებს, განსაკუთრებულად და პედაგოგებს ამ ბავშვებისას და ესენი აქ არიან თვითონ სცენარიში, სწორედ ჩვენი ოქროს და ვერცხლის მედალისტების ხედან. მოსწავლეებისა და გუნდის ლიდერის ოლიმპიადაზე მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსდა. თანადამფინანსებელი იყო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი. მოსწავლეებს წარმატება განათლების მინისტრმა მიულოცა. კიდევ ერთხელ ამით ხაზი გაესვა იმას, რომ მათემატიკური სკოლა, რომელიც საქართველოში ყოველთვის ძლიერი იყო, ის აგრძელებს თავის ტრადიციებს და ყავს მართლაც ღირსეული თაობა. მისასალმებელია, რომ საქართველოში მათემატიკის ცოდნა და სწავლება და განვითარება ასეთ მაღალ დონეზე დგას და ეს არის დამატებით ნიმუშის მიმცემი და მაგალითის მიმცემი მომავალი თაობებისთვის.
ჩვენი ქვეყანა ახლა 77-ე საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადისთვის ემზადება. ტურნირი წელს ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართება. ეს იყო პოსტების საინფორმაციო გამოშვება შვიცარიაზე. მოხვალამდე გემშვიდობებით.